გამარჯობათ. მყიდველის ან სერვისის პროვაიდერის მიერ საკუთარი პროდუქციის ქებადება ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა ეს აშკარად ყულში გადადის, რომელიც სიმართლის 1%-საც არ შეიცავს, სხვისი არ ვიცი და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით თუ საქმე საკუთარ ჯანმრთელობამდე მიდის. ფაქტია, რეალში ასეთი გამყიდველი და უსჯელი რჩება, მყიდველი კი დაზარალებული. ნებისმიერი პრინციპული შენაძენის წინ უნდა გავაკეთოთ ინფორმირებული არჩევანი და არასოდეს ვენდოთ მხოლოდ გამყიდველის სიტყვებს. ეხლა ორ მაგალითს მოვიყვან სოციალურ ქსელებში გაკეთებული და საკმაოდ გავრცელებული რეკლამების. პირველი ეს გახლავთ ზედსახდელის რეკლამები. ეს მოწყობილობა ძალიან ცოტა ოჯახს აქვს სამზარეულოში და Facebook-ზე და YouTube-ში არის ქართული ვიდეოებიც. მისი გამყიდველის მიერ დადებული საიდანაც გვეუბნებიან, რომ თურმე ზედსახდელი აუცილებლად ყველას უნდა გქონდეს და რომ მასში გამოხდილი პროდუქტი არის ნატურალური და შესაბამისად სასარგებლო და ბევრად უკეთესი მაღაზიისაზე. მსგავსი არაფერი. დავიწყოთ კონკრეტული მომენტების განხილვით. ასეთ მოწყობილობაში გამოხდილი ზეთი არის ჯანსაღი პროდუქტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცით, რომ პროდუქტები საიდანაც ხდით ზეთს არის ეკოლოგიურად სუფთა, ბიოხარისხისა. შემდეგ, განსაკუთრებით არასასურველია, რომ ყველაზე უფრო მოხმარებული მზესუმზირას და სიმინდის ზეთი სახლში გამოხდისას არ გამოიყენოთ ეს, რადგან მათი მოყვანისას გამოიყენება, მზესუმზირის და სიმინდის მოყვანისას გამოიყენება შხამქიმიკატები, რომელთა ნაწილი არის ზეთში ხსნადი. ჰერბიციდები როგორც წესი არ არის, მაგრამ პესტიციდები და ფუნგიციდები ძალიან ბევრი ზეთში ხსნადი გახლავთ. შესაბამისად, გამოხდის შემდეგ ასეთი ქიმიკატების კონცენტრაცია გამოხდილ ზეთში მატულობს კიდეც საწყის პროდუქტთან შედარებით. ეხლა რაფინირების პროცესის მოწყობილობა არ აწარმოებს. არადა რაფინირების პროცესი მიუხედავად მისი უამრავი ნაკლოვანებისა აქვს ის უპირატესობა, რომ აი ასეთ მინარევებს აცილებს საბოლოო პროდუქტს, ანუ რაფინირებულ ზეთს. შემდეგ, სახლში გამოხდილი ზეთი არის მხოლოდ და მხოლოდ სასალათე, ცივად გამოსაყენებელი. რაც არ უნდა ბიომასალისაგან დაამზადოთ, შეწვა მასში არ შეიძლება, ან ძალიან დაბალ ცეცხლზე უკიდურეს შემთხვევაში და უნდა უყუროთ და თავზე ადგეთ, რომ არ გადაგიხურდეთ, თქვათ, ტაფა, რომელზედაც წვავთ. შემდეგ, გასათვალისწინებელი ეკონომიკური ფაქტორიც, რომ ზედსახდელს ინტენსიურად თუ გამოიყენებთ მზესუმზირის ზეთის, ან სიმინდის ზეთის მისაღებად, მალე გაფუჭდება. ამანქანას არ აქვს დიდი რესურსი. გარდა ამისა, თუ საკუთარი ნედლეული არ გაქვთ ზეთის გამოგივათ ძალიან ძვირი. გაიხსენეთ რა ღირს მზესუმზირა ბაზარში და სუპერმარკეტებში. ეხლა მე თვითონაც გეგმავ ამ ზედსახდელის ყიდვას, მაგრამ არა იმისათვის, რომ ყოველდღიურად მოსახმარი ზეთი გამოვხადო. არამედ დელიკატესური ზეთების მოსამზადებლად, ეხლა ნიგუზის ზეთი, ნუშის ზეთი და ამ შემდეგ კი ბატონო. პირის გემოცა მაქვს და ხანდახან ჩემი ხელით მომზადებაც ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩემთვის არ არის ამ მოწყობილობის შეძენა პირველი რიგის ამოცანა. ეხლა ნიგუზის ზეთის მცირე რაოდენობას ქვასანაყითაც კარგად გამოვხდი, თუმცა ზედსახდელი რა თქმა უნდა უფრო კომფორტული იქნება. ასე რომ, კარგად დაფიქრდით ზედსახდელის ყიდვისას ჯანმრთელობის გაფრთხილების მაგიერ საკუთარი თავისთვის და კიდევ ჯიბისათვის ზიანის მიყენება არ გამოგივიდეთ. რამდენად ხშირად გიხდებათ დელიკატესური ზეთების გამოხდა, ამაზე დაფიქრდით და გიღეს თუ არა ამაში გასტყორცნოთ რამდენიმე ასეული ლარი. ეს ერთი მაგალითი. მეორე მაგალითი სოფლის მეურნეობიდან მოვიყვანოთ, როცა ფრინველის ან კვერცხის გამყიდველი Facebook-ზე გვეუბნება, რომ ფრინველს მხოლოდ სიმინდით ან ქერით ყვებავდა. რა თქმა უნდა, ეს არის მამალი ტყუილი, რადგან არც ერთი არ შეიცავს ცილას საკმარისი რაოდენობით. ასე რომ, თუ თქვენ ამ ტყუილს იჯერებთ, მაშინ თქვენთვის ალალია მეფრინველეობის ფაბრიკის გამოშვებული კვერცხი. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და მათივე წარმოებული ხორცი.
რაც შეეხება გამყიდველს, ორი ვარიანტია. ან თვითონ სჯერა თავისი ნათქვამის, ანუ გაუნათლებელი გლეხია, ან პროფესიონალია და თქვენ თვლით, ასე ვთქვათ, გაუნათლებლად, რის გამოც დაგოიმებას ცდილობს. ეხლა დაგოიმება რაში მდგომარეობს. ქათამი რომ გამოკეტოთ და მხოლოდ სიმინძე, ქერზე და ხორბალზე ჰქონდეს წვდომა, ის ვერც გაიზრდება და ვერც კვერცხს ვერ დადებს, ის მოკვდება. ბუნებრივად მას სჭირდება ცილა, თან ცხოველური ცილაც აუცილებელია. ახლა სოიოს და ჭინჭრის ცილა მას არ ეყოფა. ბუნებაში ბუზი და ჭია უნდა დაიჭიროს, რომ ცილა მიიღოს. ამიტომ ან უნდა დიდ ფართობზე გაუშვათ ქათამი, მაშინ კი შეიძლება მხოლოდ სიმინდი და ქერი დაუყაროთ. ეხლა ბიოსტანდარტით გათვალისწინებულია 4 კვადრატული მეტრი ფართობი ერთ ფრთაზე, მაგრამ რეალურად ეს საკმარისი არ არის. 4 კვადრატულ მეტრს ისე აოხრებს ქათამი, რომ ზედ არაფერს დატოვებს. არაფერს არ გაახარებს. 20 კვადრატული მეტრი სჭირდება სინამდვილეში ერთ ფრთას. ან თქვენ უნდა მიაწოდოთ სრულფაზოვანი საკვები, თუ მას არ აქვს ესეთი ცილოვანი და თან ცხოველური ცილოვანი, ასე ვთქვათ, ცოცხალი ორგანიზმების მოპოვების საშუალება. ეს კი უკვე კომბინირებული საკვები და პრემიქსია. შესაბამისად, მასში შემავალი ანტიბიოტიკებით და სტიმულატორებით. ეხლა, თუ ფერმერს გაშვებული ყავს ფრინველი მართლაც დიდ ფართობზე, ქათმების მიერ დადებული კვერცხის ნახევარსაც ვერ აიღებს, იმიტომ რომ ქათამი დაიმალება და ისე მოიწყობს საბულარს, მერე გამოვა წიწილებთან ერთად. გარდა ამისა არსებობს მელა, ქორის, ინდიოფალა, რომელიც ზიანის მიყენების მეც არაფერს აკეთებს. შესაბამისად, ასეთ ფერმერს გასაყიდი კვერცხი არ აქვს, ან აქვს ძალიან ცოტა. და თქვენ თავად უნდა იცნობდეთ და იცოდეთ, რას აკეთებს მეურნეობაში, რომ მას ენდოთ. თორემ, თუ ქათამი, როგორც ფერმერების უმეტესობას გამოკეტილი ყავს პატარა ფართობში და კიდე პრემიქსს აჭმევს, ფაბრიკის კვერცხთან შედარებით მხოლოდ უარესია. რადგან ფერმერების უმეტესობა საკვებს ან მიწაზე უყარეს, ან ისეთ საკვებურებში, რომ ფრინველი იქ ახერხებს ფეხით გადასვლას და საკვებურში და სარწყულებელში სკლინდით აბინძურებს არსებულ წყალს და საკვებს და შესაბამისად ბევრად უარესია, ვიდრე ფაბრიკის კვერცხი და ხორცი. ფაბრიკაში ის მაინც არის ნამდვილად დაცული, რომ ფრინველმა საკვების და წყლის სკლინდით დაბინძურება ვერ შეძლოს. კიდევ ერთი მყიდველის გამონათქვამი, იცი ამას რამდენი ჭამა სჭირდება. მიუთითებს, რომ რამდენად გლეხია, ან რამდენად გაგოიმებთ, ანუ თქვენ გონი ხართ გაუნათლებელი. მაგალითად, ზრდასრულ ქათამს სჭირდება 130 გრამი სიმინდი, რომელიც 80 თეთრიღირს კილოგრამი. ასე რომ, სადღაც 60 თეთრიანი კვერცხი, რომ მიიღოს ფერმერს 15 თეთრი საკვები სჭირდება სინამდვილეში. ეხლა, თუ თქვენ ფრინველს საშუალება მიეცით თავისუფლად ირბინოს და სკლინტოს საკვებზე და წყალზე, ის დღეში 15 თეთრის კი არა 5 ლარის საკვებსაც გააფუჭებს. ასე რომ, გლეხი თავის უდვინობას მყიდველზე ნუამატლის, ხოლო პროფესიონალი ნუგოტყუებს. ფრინველის ხორცის ან კვერცხის ღირებულების უმეტესობა არის შრომის დანახარჯები მის გაზრდაზე, პროდუქციის მიღებაზე და დისტრიბუციაზე და არავითარ შემთხვევაში ფრინველის კვებაზე. ასე რომ იყოს, ძალიან ცუდად იქნებოდა საქმე. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. სხვა გამყიდველების სხვა ტყუილებზე სხვა დროს ვისაუბრებთ.